გამარჯობა ტელემაყურებლებო და არხის გამომწერებო, თქვენ ხართ ახზე ჯობოის და მე ვარ ამ არხის ერთ-ერთი წამყვანი გიგა კვრეტიშვილი და ალექს, თორნიკე, შენთან მაქვს პასუხი გასაცემი, ვიდეო რო დარდეთ უყურეთ რომ სიმართლე გაიგოთ ყველამ, თუ რაღაც ეგრე რა იყო. მე ძალიან მინდა რომ საბა იყოს ჩვენ გუნდში. ხო ხედავ რომ ძალიან მინდა არა, რომ ამოქაჩა ესე იგი ჩვენი ასე ვთქვა და ამ გაქაჩა რა ეს არხის ამოქაჩა, ანუ ძალიან მაგარი გახადა საბამ, რა თქმა უნდა შენც კარგად ხელმძღვანელობ ამ გუნდს და ალექსიც. მე რადგან თამაშები არ მაქვს კომპიუტერში ჩაწერილი და არც ვიცი თამაშების ჩაწერა და დებილი ვარ თამაშებში, სროლებში მით უმეტეს, ცოტას კი რაღაცას თამაშობ, მაგრამ მაინც არ გამომდის ისე როგორც თქვენ. ამიტომ ვერ ვიღებ მე let's play-ებს და vlog-ებს ვიღებ მარტო და მე ძალიან მინდა საბა იყოს და ხო ხედავ ამ let's play-ებით თქვენ გაამდიდრეთ ჩვენი არხი და მეც ვცდილობ რომ ჩემი წვრილი შევიტანო ამ არხში. მოგეხსენება ახლა ზაფხულში ერთად ვიყავით და ყველას თავისი წვლილი ქონა შეტანილი, მაგრამ რადგან ახლა დაშლილებულად და ჯგუფ-ჯგუფად ვართ ესე ვთქვათ დაყოფილი ჩვენ არხში, შენ და საბა, ალექსი და მე. და შეიძლება ჩემ ერთ ვიდეოში გამოჩნდეს ჩემი მეგობარიც, რომელმაც ჯობოის აკაუნთი გამიხსნა, წაშლილი იყო და გადაყენებული რო იყო გამიხსნა ისე ჯობოისის აკაუნთი პლანშეტში. და შეიძლება ერთ-ორ ვიდეოში ისიც გამოჩნდეს. და რა ვიცი, რაღა ვთქვა, მინდა რომ ჩემი არხი, ჩვენი არხი ისეთი იყოს, როგორც იყო ზაფხულში. ისეთი მაგარი იყოს, როგორც არის სხვა არხები მაგალითად, ისეთი ძლიერი იყოს. და არცერთმა ჩემმა გუნდის წევრმა, არხის წევრმა არ იფიქროს ის რომ გიგის უნდა ჩვენი არხისთვის ცუდი. ან გიგი არის ჩვენს მიმართ განწყობილი ცუდად. გიგის არ უნდა ჩვენზე კარგი და უნდა რომ მისი ვიდეოები იყოს კარგი მარტო. ასე არ ვფიქრობ და თორნიკე, შეიძლება მე არ ვიცი ზუსტად ახალწელს ჩამოვიდე ბათუმში და ნორმალურად დავილაპარაკოთ, შეიძლება ზუსტად არ ვიცი. კარგი, ნახვამდის ტელემაყურებლებო და არხის გამომწერებო, თქვენ იყავით არხზე ჯეობოის და მათი წამყვანი იყო გიგი კვრეტიშვილი. ნახვამდის.